გავიმეორო ის სიტყვები ოდის მოგიხდით საზოგადოებას ბოზებო და ასე შემდეგ. ასე იძახდა? ალბათონი მზია თქვენ კონკრეტულად რომ ეძახდა ბოზებო არ მოგიგებდა ასე ვთქვათ. თქვენ რომ ეძახდა და თქვენ ყოლებთ. რატომ არ დააკავეთ თქვენ? რატომ არ დააკავეთ? მოდავაკავოთ. თქვენო მე მეძახდა. სხვამ რატომ დააკავე იმას არ გეკითხე. თქვენ რატომ არ დააკავეთ? მაგას რომ ეძახდა და დასაბმელი რო იყო. თქვენ რატომ არ დააკავეთ? დაგახსნით სათანადო გითხარით. ყველას ეძახდა. როცა მოხერხდა და დავყო. როცა მოხერხდა და დავყო? როცა მოახერხეს? ანუ ეს როდესაც ეძახდა ბოზებო, ამ დროს ვერ მოახერხდა მისი დაკავება? ეცადეთ და ვერ მოახერხეთ მისი დაკავება? რა მანძილიდან ეძახდათ? ახლოს იჯდა, ხო? და ამდენმა პოლიციელმა როგორ ვერ დააკავეთ, ხალი წირო გიბრად და ეძახით ბოზებო. ამიხსენეთ ერთგან, თქვენი პოლიციის ჯარით გახართ, წინ ხალი გიდგათ, გეძახით ბოზებო და ვერ ახერხებთ ამ ხალის დაკავებას. აი მითხარით როგორ მოხდა ეს, ხო და დაგიჯეროთ მე არა? ხო დაკავე. 12 იანვარს რა მოგკითხავთ გამომძიებელმა და თქვენ არსად არ ამბობთ, რომ ზია ამაღლობელი იმ პოლიციელებს ეძახდა ბოზებო. არც შემდეგ გამოკითხვაში არ ამბობთ ამას ოზურგეთის პოლიციამ რომ რა მოგკითხათ და დღეს ეს საიდან გაგახსენდათ? ეს რაღაცა ახალი აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, არც მის დაკავების აქცენტ არ დაკავების ოფში წერია, არც სამართალდამცავი დადგენილება, არცად არ წერია მოგიხთ რა. და მინდა გავიგო თქვენ ეს სიტყვა, ეხლა ამის ინსპირაცია რა მოგცათ? ასე რაც იყო იმას ვიძახე. რატომ არც ერთ გამოკითხვის ოფში არ თქვით? იქ რაზე საუბრობთ გამოკითხვაზე? ფაქტებს ყვებით, ხო? არ გითხრათ ეს გამოკითხვის ოფში. არ დაყვებით მისი ადმინისტრაციულ დაკავებასთან დაკავშირებით რა რამოებით, მაგრამ ამას არ ამბობთ.